მადლობა ბატონ კახა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთან მინდა საუბარი ევთო ოდირის დასკვნიდან გამომდინარე ახალი არჩევნების მოთხოვნაზე და მისი მიღწევის გზებზე. და ვეცდები რომ ქართული ოცნების პოზიცია დაგიპირისპიროთ. ქართული ოცნება ამბობს რომ ამ დასკვნაში ასახულია რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტ უნარიან გარემოში და ჩვენ მზად ვართ რეკომენდაციების შევასრულოთ. და იმ ფონზე, როდესაც მაგალითად მისიის ხელმძღვანელი ამბობს რომ სასწრაფოდ უნდა უპასუხოს ყველა აღძრულ პრობლემას საქართველოს ხელისუფლებამ, აი შესაძლოა ქართული ოცნება გულისხმობდეს სწორედ იმ რეკომენდაციების შესრულებას, სადაც უფრო საარჩევნო რეფორმისკენ მიდის პროცესი, ვიდრე ახალი არჩევნებისთვის. ქართული ოცნება ასე ხედავს. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ პირობებში ახალი არჩევნების მიღწევა? მოგესალმებით ქალბატონო რუსიდან, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ქართული ოცნება ხედავს ისე როგორც აწყობს და ეს არ ახალია პრინციპში და ეს მოსალოდნელი იყო და მხოლოდ აი იმ ისედაც ლიმიტირებულ, ასე ვთქვათ, ეპიზოდებს იყენებს აი ამ დასკვნაში, რომელიც წარმოაჩინეს მომენტალურად. დარწმუნებული ვარ, გააზრებული არ ქონდათ შინაარსი, ისე ამოკენკეს, ასე ვთქვათ, აი ის საბაზისო წინადადებები, რომელიც ჭყალებში სათავისოდ სჭირდებოდა უბრალოდ პროპაგანდის საწარმოებლად. სინამდვილეში ეს დასკვნა არის ძალიან მძიმე და ეს დასკვნა იგივე 2020-ის არჩევნებს თუ შევადარებთ, ანუ და ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებოდნენ, ძალიან მკაფიოდ ხედავენ, რომ რეალურად ეს დასკვნა ამბობს იმას, რომ არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი. 2020 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამაზე მეც ვერ დაწერდნენ, იმიტომ რომ მანდატის მიღმა, რა თქმა უნდა, არ გავიდოდა ოდირი, არც ერთ შემთხვევაში. ეხლა როგორ უნდა მივიდეთ, თქვენ საინტერესო კითხვას რომ დაუბრუნდეთ, როგორ უნდა მივიდეთ ახალ არჩევნებამდე? ჩემი დაკვირვებით და ანალიზით ორი ძირითადი სცენარი არსებობს. ერთი სცენარი არის, ასე ვთქვათ, უფრო მოკლე და ნაკლებად მტკივნეული და მეორე არის ცოტა გრძელვადიანი და უფრო მტკივნეული ყველასთვის, არა მარტო ქართული ოცნებისთვის. ისინი ხშირად აპელირებენ 20 იანვარზე. 20 იანვარი რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში შედის ახალი ადმინისტრაცია მანდატში. არჩეული პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაცია. ანუ მათ იმედი აქვთ, რომ აი ამ მათი კავშირებით სხვადასხვა დონეზე, მათ შორის ჩრდილოეთში სხვათა შორის, ამას ხაზს უსვავ, რომ ისინი გარკვეულწილად პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციასთან ისე დალაგდებიან, რომ გამოძურებიან მათი ასე ვთქვათ, ძიმე გადაურჩებიან მათ მძიმე წნეხს. ვაშინგტონიდან წამოსულ მძიმე წნეხს გულისხმობ. შესაბამისად, მათ იმედი აქვთ, რომ 20 იანვრამდე რამენაირად უნდა მიაღწიონ, ამიტომ არ მაქვს მოლოდინო, რომ ისინი რამე განსაკუთრებულს გააკეთებენ 20 იანვრამდე. ისინი დაელოდებიან პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციის მანდატში შესვლას და შემდეგ ეცდებიან, რომ რაღაცნაირად საკუთარი ნარატივი გაიტანონ. რაც არ მოხდება. და ამას ვარაუდის დონეზე კი არ გეუბნებით, არამედ ზუსტად ვიცი, რომ ესე არ მოხდება და ამას თავისი არგუმენტაცია აქვს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება შემდეგი, აი მოკლე სცენარი, რაც გულისხმობს, რომ პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაცია რომ მანდატში შევა, ისინი გაათვითცნობიერებენ და ამაზე უკვე მუშაობენ იმ რისკებს, რომელიც რეალურად სამხრეთ კავკასიაში იქმნება, თუ რუსეთმა ქართული ოცნების შენარჩუნებით აქ გაიმარჯვა. იმიტომ რომ აქ არ არის მარტო საქართველოს დაკარგვაზე, აქ არის საუბარი სომხეთის დაკარგვაზე. აქ არის საუბარი დერეფნის ჩაკეტვაზე, ანუ ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის და ბევრ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ჩინელების გაძლიერებაზე, ირანელებთან კავშირზე, რუსების დომინაციაზე სამხრეთ კავკასიაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი პირიქით ქართული ოცნებისთვის თუ ივანიშვილისთვის იყოს სავაჭრო საკითხი, დერეფანი და რეგიონში ვითარება? არა, ვერ იქნება ეგ, იმიტომ რომ ისინი სისტემურად უყურებენ ზოგადად სახელმწიფო საქართველოს და სახელმწიფო საქართველოში პრორუსული ხელისუფლების არსებობა არის უდიდესი რისკი. მათ შორის ვაჭრობის შესაძლებლობას რომ ვიღაცას აძლევ, ეგეც რისკია მათთვის. ამიტომ ისინი დარწმუნებული ვარ, ან ძალიან სწრაფად იმოქმედებენ და რესპუბლიკური ადმინისტრაცია ყოველთვის ასე არის. გაუვლებენ წითელ ხაზს, რომ ან გააკეთეთ ისე როგორც საჭიროა და ეს იქნება სწორედაც ახალი არჩევნების ყისიერად ჩანიშვნა და ამ ვითარების მომენტალური განმოხტვა, ან ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ თქვენ მიიღებთ ამ სანქციას მოყვება ეს, ამას მოყვება თქვენი აქტივების დაყადაღება ამ და ამ კომპანიებში, თქვენი ქონების გაყინვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას ახლა ძალიან ისე ზედაპირულად ყვები
უბრალოდ დიდი დრო რომ არ დავკარგოთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს ხისტი ნაბიჯები ამათ აიძულებთ, რომ არჩევნები იმაზე სწრაფად ჩანიშნონ, ვიდრე მაგალითად ჩვენი ოპოზიცია ამ შემთხვევაში ქართული ოპოზიცია ითხოვს. უცბად მიიღებენ ამაზე გადაწყვეტილებას. თუ რა თქმა უნდა, ამერიკელები მყისიერად იმოქმედებენ. და ამის შესაძლებლობაც არსებობს. ეს არის მოკლე სცენარი, ასე ვთქვათ, მოკლე რადიუსის შედარებით უმკვნევლო სცენარი. მეორე სცენარი არის ის, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას დასჭირდება შედარებით მეტი დრო იმისთვის, რომ ვითარებაში გაერყვნენ. მათ შორის სხვადასხვა ინსტიტუციების დონეზე. იქ ახლა მარტო ივანიშვილი ვიტყუ არ იღებს ერთი ადამიანი გადაწყვეტილებას. სხვადასხვა სისტემური ინსტიტუციებია, რომლებიც საკუთარ ასე ვთქვათ ანალიზს პრეზიდენტის თეთრ სახლს სთავაზობენ, ეროვნული საფრთხეების საბჭოს სთავაზობენ, სახელმწიფო დეპარტამენტი არის იქ სერიოზული მოთამაშე და ასე შემდეგ და გადაწყვეტილება მიიღება გარკვეული ასე ვთქვათ პროცედურული ანალიზის გაკეთების შედეგად, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვე გაიწელოს. ეს არის სწორედაც ის გრძელვადიანი სცენარი, რომელიც ჩვენთვის იქნება ბევრად მტკივნეული. რატომ? იმიტომ რომ რეალურად აი ამ სანქციების ფონზე, რომელიც უკვე აზარალებს კონკრეტულად ქართული ოცნების მაღალ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ეგრეთ წოდებულ მინისტრებს, მაგრამ ამავდროულად აზარალებს ქვეყანას, იმიტომ რომ საქართველო არის ეგრეთ წოდებული მცურავი ეკონომიკის ქვეყანა. უან რუსთაველზე რომ გამოცხადებას რაღაც კი ბატონო, თავისებური მიდგომა აქვს თუ რაღაც პასუხი ამ სანქციებზე დასანქცირებული მინისტრი პირიქით ღირსების ორდენზე წარდგინების ინიციატივა გამოთქვა, ვიცე-პრემიერად დანიშნა, ანუ არ ჩანს ქართულ ოცნებაში ადეკვატური აღქმის სანქციების თუ ამ რეაქციების ნიშანი. არა, ქალბატონო რუსუდან, რომ არ ჩანს სწორედაც ეგ არის ერთ-ერთი კლასიკური ინდიკატორი, რატომ განვითარდება აი ეს ორი სცენარი, რომელზეც მე გიყვებით. იმიტომ რომ ეს ადამიანები ვერ აანალიზებენ, პროცესს ვერ ხედავენ. და არასწორად ესმით ამავდროულად, იმიტომ რომ წარმოდგენა არ აქვს საბოლოო ჯამში ამერიკაში პოლიტიკა როგორ კეთდება, განსაკუთრებით გლობალური პოლიტიკა და განსაკუთრებით პოლიტიკა, რომელიც სამხრეთ კავკასიას უკავშირდება, შავ ზღვას, ფართო შავი ზღვის გაგებას, რუსეთთან ურთიერთობას. მარტივ მაგალითს გეტყვი. აი სულ ახალი ინფორმაცია რაც გამოდის. ხო, ეხლა გარდამავალ გუნდთან, ეგრეთ წოდებულ transition team-ი, რომელიც ემუშავება დემოკრატიას. პრეზიდენტის ტრამპის ადმინისტრაცია საუბრობდა, რომ დახმარებას არ გაუხანგრძლივებდა უკრაინელებს რუსეთთან ომის კონტექსტში. მაგრამ ახლა აბსოლუტურად განსხვავებული მესიჯები გამოდის. რატომ? იმიტომ რომ ისინი ათვითცნობიერებენ, რომ დღეს რუსეთი არის ყველაზე სუსტი ბოლო ფაქტი 99-2000-2001 წლიდან მოყოლებულ რადიუსს თუ გავითვალისწინებთ. და დახმარების შეწყვეტა მათ კი არ დაასუსტებს, არამედ კიდევ უფრო გააძლიერებს, იმიტომ რომ პაუზის მიცემის საშუალებას მისცემს. და სისტემური საფუძვლები ამ ანალიზს ითვალისწინებენ და სწორედაც იწყებენ უკვე ახალი გზავნილების შემოტანას და ახალი გზავნილი არის ის, რომ ისინი უკრაინელების მიმართ დახმარებას გააგრძელებენ. ოღონდ ამავდროულად დასავლელ პარტნიორებს ევროკავშირში და ნატოში სთხოვენ ნატოს ბიუჯეტის, სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას, იმიტომ რომ მათ უნდათ რომ ისინიც თანამონაწილეები გახდნენ ამ დაფინანსებაში. კონტექსტურად, გეოპოლიტიკურად სწორედაც ისინი სწორად აფასებენ ვითარებას და სწორ გზავნილებს აჟღერებენ. მაგრამ თუმცა სავარაუდოდ საკუთარი ამომრჩევლისთვის დასამშვიდებლად, ასე ვთქვათ, ამიტომ აქვს ქართულ ოცნებას ასეთი იმედები დამყარებული 20 იანვარზე. ნახოთ, ესე იგი თქვენ ამბობთ, რომ 20 იანვრამდე პრინციპში რაიმე ცვლილება მოსალოდნელი არ არის ქართული ოცნების მხრიდან. ნაკლებ სავარაუდოა ქალბატონო რუსუდან. კი ბატონო. დიდი ალბათობით ნაკლებ სავარაუდოა. მადლობა.